იქ რკინას ჟანრი ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმის შემდეგ სცინდება. იმ სამყაროში წარმოიგონეს ადამიანებმა დენთი, შექმნეს ველოსიპედი, მაგრამ ჯადოქრობისა და ტექნოლოგიების ურთიერთშეთქმას ხანდახან უცნაური შედეგები მოჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამ კონტინენტზე ადამიანების გარდა ცხოვრობდნენ გნომები, ელფები, გობლინები და სხვა უცნაური რასის წარმომადგენლები, რომლებიც ერიდებოდნენ ადამიანებთან კონტაქტს და ამის გამო ისინი დასახლებულებდნენ ტყეებში, მთებში თუ კუნძულებზე. რა თქმა უნდა, ჯადოქრობის ხელოვნებას ისინი ცდილობდნენ, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაში სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდნენ. ადამიანებთან კონტაქტს ერიდებოდნენ, ადამიანებიც შესაბამისად არ შედიოდნენ მათთან ურთიერთობაში, რადგან კონტინენტზე სიმშვიდე ყველასთვის ხელსაყრელი იყო. რა თქმა უნდა, ამ სამყაროში ნამდვილი ჯადოქრებიც არსებობდნენ, მათ ჯადოქრობის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდათ. ისინი იღონებდნენ თავიანთ შემოწმებას, ატარებდნენ ექსპერიმენტებს. მართალია, ხშირად ეშინებოდათ და რაიმე სასიკეთოს ნაცვლად მონსტრები და ომები გამოჰყავდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიხვეწნენ. შექმნეს სკოლები და ეხლა უკვე ამ სკოლებში დადიოდნენ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები და ყალიბდებოდნენ ნამდვილ ჯადოქრებად. დროთა განმავლობაში ამ ჯადოქრებს მოიმატა გავლენა. ხელში ჩაიგდეს ძალაუფლებაც, რაც არ მოსწონდათ ადამიანებს. უკვე მრავლდებოდნენ მათ ექსპერიმენტებზე, ფრინავ ჯულჩასა თუ საფულში თოვზე. ხშირად უჩიოდნენ ჯადოქრებს სასამართლოში, სწორედ ფულს და ამ ყველაფრის გამო ჯადოქრები იძულებულები იყვნენ მიკვლევ ადგილებში გადასულიყო საცხოვრებლად. იქი ადგილობრივ ელფებთან, გნომებთან თუ ორკებთან მოსდიოდათ კონფლიქტი. მოროთებმა და შულიანებმა ტოლების გავრცელებით დეტალურად განწყობილი ხალხის დაუპირისპირეს ჯადოქრებს და უკვე აღარავინ აღარ არჩევდა ჯადოქრები. კარგი იყო თუ სული. ეხლა კი გამოვიწეროთ თქვენი არხში, ვისაც გაგზელების მოსმენა სურს.